რამდენიმე წლიან პერსპექტივაში ზანგეზურის დერეფანი შესაძლოა შუა დერეფნის ალტერნატივად მოგვევლინოს. ჩვენი მეზობელი სახელმწიფოები ბოლო პერიოდში აქტიურად განიხილავენ ზანგეზურის დერეფნის გააქტიურებას. აზერბაიჯანის გამარჯვებით დასრულებული ყარაბაღის ომის სომხეთის მხარეს ავალდებულებს უზრუნველყოს ნახიჩევანის ტერიტორიაზე ტრანსპორტის და ტვირთების გატარება. ახალი ზანგეზურის დერეფნის ამოქმედებით აზერბაიჯანს ეძლევა ნებისმიერი ტვირთნაკადის დივერსიფიცირების შესაძლებლობა, კერძოდ შეიძლება მისთვის მისაღები სატარიფო ინსტრუმენტების გამოყენებით ტვირთნაკადი თავისი ტერიტორიის გავლით მიმართოს შუა დერეფანში ან ზანგეზურის დერეფნით. არანაკლებ მნიშვნელოვანია ზანგეზურის დერეფნის ამოქმედება თურქეთისთვისაც, რადგანაც როგორც შუა დერეფნის ბაქო-თბილისი-ყარსის განშტოების, ასევე ზანგეზურის დერეფნის ექსპლუატაციაში გაშვების შემთხვევაში ტვირთების საბოლოო თავმოყრა მოხდება ყარსის სადგურში, რის შემდეგ თურქეთს შეეძლება ყაზში კონსოლიდირებული ნაკადი ევროპის მიმართულებით მიმართოს. ზანგეზურის მარშრუტის ამოქმედება მომგებიანი სომხეთისთვისაც, რადგანაც სომხეთი სატრანზიტო ქვეყნად იქცევა და მას საქართველოს მარშრუტთან ერთად გაუჩნდება რუსეთთან დამაკავშირებელი ალტერნატივა. როგორ იმოქმედებს ზანგეზურის დერეფნის ამოქმედება რეგიონში ტვირთნაკადების ახლებურად გადანაწილებაზე და რა როლი ექნება ასეთ გადანაწილებაში საქართველოს? ეს იქნება ჩვენი საუბრის მთავარი თემა სტუმართან. ნიკოლოზ ალავიძე, ჯეოქეისის მრჩეველი შემოერთდა საქმიანი დილა სტუდიას. ნიკოლოზ, მოგესალმებით. მადლობა პირველ რიგში თქვენი დროისთვის. მადლობა თქვენ. რა პერსპექტივაზე შეიძლება ვისაუბროთ? გააქტიურებულია ამ მიმართულებით საუბრები, მათ შორის სომხეთი, აზერბაიჯანი, გააქტიურება, განიხილება ზანგეზურის დერეფნის. რა პერსპექტივაში შეიძლება ერთგვარ რაღაც ალტერნატივად ჩამოყალიბდეს ეს მარშრუტი შუა დერეფნის კონტექსტში და კითხავთ საქართველოს როლი რა შეიძლება იყოს ამ პროცესში? დიდი მადლობა, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო კითხვა რეგიონის განვითარების ნაწილში და უფრო მეტი დრო უნდა ეთმობოდეს აი ამ კონტექსტს, სამწუხაროდ ჩვენ დაბინძურებულია ჩვენი ცხოვრებისეული ეთერი უკვე ძალიან ნეგატიური მოვლენებით და ძალიან არასასურველი მოვლენებით. თუმცა ეს პროცესი ჩვენი სურვილების დამოუკიდებლად ვითარდება. მიდის 2020 წლის ამ ომის დასრულების შემდეგ ამ ახალი გადანაწილებით, რომელსაც დიდი ხანი ემზადებოდა ორივე მხარე, აქ არ იყო მარტო აზერბაიჯანის მომზადება, უბრალოდ ყველაზე კარგად ვინც მოემზადა სტრატეგიულადაც და გონივრულადაც მან ეს ძალაუფლება ჩაიგდო ხელში და ახლა ვაკვირდებით აზერბაიჯანის უმაღლეს დიპლომატიას და უშუალოდ ბატონი ალიევის პრეზიდენტის განცხადებებსაც ის ძალიან მოზომილია, ძალიან დიპლომატიურია სომხეთთან ამ საკითხზე საუბრისას. ერთ-ერთი ბოლო განცხადება ისიც იყო, რომ ის მზად არის აზერბაიჯანული მხარე რომ აპატიოს სომხეთს ის რომ მათ კულტურული ძეგლების დაზიანების საკითხი, თუმცა ეს მუდმივი ინტერესი რაც არის, საქმიანი ინტერესიდან გამომდინარე, რომ პოზიტიურად წარიმართოს ეს მოლაპარაკება, რაც ამ ზანგეზურის სუიმის ოლქის თუ ამ მხარის 40 კილომეტრიან მონაკვეთს ეხება, რომელიც აზერბაიჯანის თავარ ტერიტორიას, ასე ვთქვათ, და იმ დაბრუნებულ ტერიტორიას აკავშირებს და შესაბამისად მიუყვება გზით და აკავშირებს თურქეთს. ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი ინტერესის სფეროა ორი უშველებელი ეკონომიკისთვის, აზერბაიჯანის და თურქეთისთვის მარტო აღებული, მხოლოდ ვიწრო რეგიონს რომ შევხედოთ, სადაც ჩვენც ვართ, დღესდღეობით ეს ამ გზის ალტერნატივა და ერთადერთი ალტერნატივა ამ ტრანზიტული ნაკადის, რომელიც აი ამ კასპიურ მაგისტრას იგივე შუა დერეფანს გააჩნია, არის საქართველოს გავლით, რომელზეც დამოკიდებულია დასავლეთ აღმოსავლეთის ნაკადი, ეს აღმოსავლური ტვირთები, აზიური ტვირთები და თუნდაც აზერბაიჯანული, თუნდაც სომხეთის მომარაგება ნებისმიერი სახით, იგივე იქნება ეს რუსეთიდან თუ ახლა უკვე იცვლება ძალიან დადებითად სომხეთის მხრიდან, მაგრამ დამოკიდებულება ეკონომიკური მაინც არის ამ დიდ ბაზარზე სომხეთისთვისაც, ეს ხდება ალტერნატივა, ნაცვლდება ის დღემდე ერთადერთი გეოგრაფიული და აქამდე მინიმუმ 2 წლის წინანდელი მდგომარეობით, გეოპოლიტიკური მდგომარეობაც საქართველოს პოზიციონირების ნაწილში ამ სატრანზიტო გზაში. თუმცა იმ განვითარებით და იმ მიმართულებით, რომელშიც დღეს ჩვენ უკვე ვიმყოფებით და 2 წლის განმავლობაში ყოველ დღე ძიმდება ეს ჩვენი მდგომარეობა, ეკონომიკური დამოუკიდებლობის თვალსაზრისით და დაშორებით იმ რაღაც ობიექტურ პარტნიორებთან, ჩვენ თეორიულად დავკარგავთ ამ დიდ თამაშში ჩვენს ადგილს.
თეორიებზე მაქვს საუბარი, რა თქმა უნდა, თუმცა თეორიულად ეს ასევე ძალიან დიდი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, იმიტომ რომ ეს დამატებითი კორიდორი, რა თქმა უნდა, მოკლევადიან ეფექტში ძალიან პოზიტიური დაშვება რომ გავაკეთოთ რა უცბად რაღაც ჯადოსნური ჯოხი დაარტყა ბატონმა ალიევმა და მოლაპარაკებაც რა თქმა უნდა თავის დროის მაგრამ სწრაფად დასრულდა და ინფრასტრუქტურულადაც ეს კორიდორი ამუქმედა. იმიტომ აქ საბჭოთა პერიოდში და ძველ პერიოდებში მიდიოდა ორი გზა, სახმელეთო და სარკინიგზო და ისევ აღდგება, რა თქმა უნდა, თანამედროვე სტანდარტებით ძალიან დიდი გაბარიტებით, რომ მეტი თვითამწეობა და თვითგამტარობა იყოს, იმიტომ კონკურენტული წმინდა გეოგრაფიული, აი ვაშლთან შედარებით, რა თქმა უნდა, ჩვენს კორიდორთან არის, იმიტომ უფრო მოკლეა, უფრო თანამედროვე ინვესტიციები დაშვებით, უფრო კომფორტული გზა შეიძლება გახდეს, მაგრამ კონკურენტული უპირატესობა რა საქართველოს ააჩინა, ეს არის მულტიმოდალური მომსახურების შეთავაზება, ამიტომ სარკინიგზო გზა, სახმელეთო გზა და შესაბამისად შემდეგ ორი პორტი და იმედია ოდესმე რეალურად შედგება ანაკლიის პორტის პროექტი და დაემატება ეს მესამე პუნქტი, რაც უფრო გაზრდილი ტვირთებისთვის, ტვირთნაკადისთვის შუა დერეფანიდან იქნება იდეალური, იმიტომ რომ ეს შესაძლებლობა ახალი მაგისტრალი, ახალი გამტარი ძაბრი, გარდა იმისა, რომ რისკების დივერსიფიცირებას და დაზღვევის საშუალებას აძლევს ყველა მხარეს, ვინც აქ დაინტერესებულია და პირველ რიგში რა თქმა უნდა აზერბაიჯანს, სომხეთს და თურქეთს და შემდეგ ევროკავშირს, იძლევა ასევე საშუალებას იმის, რომ კონკურენტული შეთავაზებების ნაწილში თავი წარმოიჩინოს უკვე არსებულმა დამკვიდრებულმა გეოგრაფიულად და უკვე ძალიან შესუსტებულად გეოპოლიტიკურად არსებულმა ქვეყანამ, რომელიც სატრანზიტო იყო საქართველო. თუ ჩვენ შევძლებთ აი ამ შესაძლებლობის ობიექტურად შეფასებას, იმიტომ ეს ჩანს, ეს ძალიან ფართოდ რომ დავხუჭოთ თვალები, გვეტაკება. რა პოზიცია უნდა დაიჭიროს საქართველოს? ნუ ფაქტია, რომ განვიხილოთ, რომ ეს არ იქნება ეკონომიკურად დამაზიანებელი და პირიქით შესაძლებლობა იყოს საქართველოსთვის. შესაბამისად, იგივე მთავრობის პოზიციები როგორი უნდა იყოს აი ამ მეზობელ სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკებების პროცესში. პირველ რიგში ხაზი რომ გავუსვათ იმას, რომ ეს არ არის აპრიორი მომგებიანი პოზიცია, ან აპრიორი შესაძლებლობიანი პოზიცია საქართველოს. ეს არის შეფარდებითი უპირატესობის გამოყენების უნარით და ნაწილით და შესაძლებლობით ეს გაზრდილი ჭყალებში კონკურენცია გამოიყენოს ქვეყანამ თავის სასარგებლოდ. პირველ რიგში თეორიულად და აბსოლუტურად ლოგიკურად და ნებისმიერი აღმოსავლეთ ამ გზის ფუნქციონირების დაწყება, რა თქმა უნდა, მყისიერად ნეგატიური ეფექტის მომტანი იქნება, განსაკუთრებით სარკინიგზო გადაზიდვებისთვის, იმიტომ რომ ეს პირდაპირ არითმეტიკულად გაცილებით იაფ ალტერნატივას ქმნის, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში თუ ჩვენ, იგივე ჩვენი ქვეყნის როლიდან გამომდინარე, თუ ჩვენ იგივე ამ სტატიკურ მდგომარეობით გავაგრძელებთ, ჩვენ ვაკვირდებით ბოლო წლების განსაკუთრებით მანძილზე, რომ არანაირი მნიშვნელოვანი კაპიტალდაბანდებები, არანაირი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული განვითარება, გაუმჯობესება ტვირთნაკადების და მომსახურების ნაწილში განსაკუთრებით რკინიგზაზე არ ხდება, ახალს არაფერს არ თავაზობს მომსახურებას რკინიგზა, არც ტვირთების ნაწილში და არც მგზავრების გადაყვანის ნაწილში, ინვესტიციების თემაში, რაც შეიძლება რომ მოზიდული ყოფილიყო ის ტრადიციული ბაზრები, რომელიც იყო აქ დაინტერესებული იქნებოდა ეს ევრობონდები თუ ევროკავშირთან დაკავშირებული ქვეყნები, სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ ის გლობალური ომის პარტიით თუ deep state-ების თუ ვიღაცის ჩართვით გაფუჭდა ურთიერთობა და შესაბამისად შეგვეზღუდა წვდომა ამ რესურსზე და რაც დღეები გადის, უფრო მაქსიმალურად იზრდება ეს ხვრელი კი არა და ეს უფსხრული ჩვენსა და ამ ფინანსურ ბაზრებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ამ ჩვენ გვაქვს ახლა მომგებიანი პოზიცია, კარგი გაგებით, იმიტომ ჩვენ დიპლომატია ვახსენეთ კიდევაც წინა და თუ ჩვენ დავაკვირდებით განსაკუთრებით ბოლო წელიწადს, როცა საქართველოს იმ გუნდს, ვისაც უპყრია ხელთ ეს ძალაუფლება, რა დონეზე და რა ქვეყნებთან ატარებს უმაღლესი დონის შეხვედრებს, უმაღლესი დონის შეხვედრებზე მაქვს საუბარი პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის და მინისტრების პორტფელის მფლობელი ადამიანების მხრიდან, ცენტრალური აფრიკის ქვეყნები, რაღაც გაეროს, რაღაც ფუნქციის, რაღაც გაძლიერება და რაღაც ისინი, რომელიც არანაირ და ნუ ჩამოტარებაზე ეს რა ქვია ბატონი ორბანის გუნდი რა, ანუ ეს სუფრებზე რო იციან ჩამოტარება, ახლა მე-7 თუ მე-8 წრეზეა უკვე წამოსული ეს ქვეყანა, რომელიც რეალურად გადამწყვეტროლს არ თამაშობს ამ ნაწილში, იმ სტრატეგიულ ქვეყნებთან, სადაც ჩვენ გვინდა, რომ ჩვენ მოვიზიდოთ დამატებითი ინვესტიციები, მოვიზიდოთ ჭკვიანი კაპიტალი, ამ შემთხვევაში მარტო თანხის მოზიდვაზე არ არის საუბარი, საუბარია იმაზე, რომ როგორ გონივრად გავაკეთოთ და ჩვენ ვიცით ეს რეფორმა, რომელიც საქართველოს გაატარა რამდენიმე ათეული წლის წინ უკვე
საბაჟო რეფორმაზე მაქვს საუბარი და გამტარი პუნქტები იქნება ეს რუსეთთან ამ ჩრდილოეთის საზღვარზე თუ თურქეთის საზღვართან ჩვენ გაცილებით წინ ვიყავით რაღაც პოზიციების, სწრაფად ხდებოდა დახვეწილია ჩვენთან ეს სისტემები, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში ეს თითქოს ძალიან ზერელე შეფასებით, რა თქმა უნდა, მე არ ვარ ახლა ამ ყოველდღიურ, თუმცა ვიღებ სერვისებს ამ ნაწილში და ვაკვირდები რა პროგრესია. და ჩემი ბიზნეს საქმიდან გამომდინარე, რაც ამ სატრანზიტო და საატარი გადაზიდვების ნაწილში სერვისთან როგორც მოხმარების შეხება დიდი გაუმჯობესება აქვს და პირიქით გართულებულია განსაკუთრებით სარკინიგზო გადაზიდვების ნაწილში, იმიტომ რომ ეს ტრაფიკის გაიზარდა, მოცულობაც გაიზარდა და ის არსებული ხრელი გამტარობის რაც სერვისები რაც იყო, აღარ არის ჭირდება იმას ევოლუციური და ასევე რევოლუციური განვითარებაც. ეს არის ზუსტად საშუალება და შესაძლებლობა საქართველოსი გამქვეყნის თუ სახელმწიფო გადაწყვიტავს და აუცილებლად უნდა გადაწყვიტა იმსჯელებს და დიდ სურათში ამას გაიაზრებს, გეგმას ჩამოაყალიბებს და დაშლის მარტივმამრავლებლად და შეგნებულ კომპეტენტურ ადამიანთა ჯგუფებს, კომპანიებს და დასავლურ გამოცდილებას მოიხმარს, იქნება ძალიან იდეალური და მომზადებული შევხვდებით ჩვენ ამ განვითარებას. რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, დავჯავშნით ძლიერად ჩვენს ადგილს მოლაპარაკების მაგიდასთან, სადაც აზერბაიჯანის, სომხეთი და დაინტერესებული მხარეები, ამ შემთხვევაში ევროკავშირი და მათ შორის რუსეთიც და ირანიც არიან ჩართული. ჩვენ უნდა გვესმოს, რომ რუსეთი და ირანი მაინც ბედნიერად განწყობილები ამ ახალი ინიციატივის არ არიან, მაგრამ ჩვენ ნახეთ იგივე ამ ომის გადაწყვეტის ნაწილში პოლიტიკური მდგენელი როგორ გადანაწილდა, როგორ მოძლიერდა პოლიტიკურად აზერბაიჯანი, თუნდაც მის ტრადიციულ და ერთენაზე მოსაუბრე სტრატეგიულ პარტნიორს და თურქეთთან, რომელიც ჩვენი ასე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. არამედ სხვა წყალებში გეოგრაფიით შორს ისრაელთან, ევროკავშირთან, მათ შორის აშშ-თანაც მიუხედავად იმისა, რა გამოწვევებიც აქვს ამ ქვეყანას პოლიტიკურად შიგნით. თუმცა რაღაცა წინაპირობები რაღაცა რომ ამის რაღაცა სურვილი თუნდაც ჩართულობის ჯერ არ ჩანს ყოველ შემთხვევაში. მოდით როგორ განს ჩვენ აი როგორც ვაკვირდებით, სანამ დავიწყეთ ვახსენეთ, ბოლო 1 წლის განმავლობაში თვეში ან კვირაში გენერირდება მინიმუმ 10-15 ძალიან ესეთი ხარისხიანი ანალიტიკური სტატია ამ ახალი ტერმინალი, ამ მაგისტრალის შესახებ, რომელიც იძლევა ძალიან დიდ ინფორმაციას და ასევე იძლევა საშუალებას ინსტრუმენტია დაინტერესებული მხარეებისთვის ამ გზის გახსნის მოახდინონ ზემოქმედება კარგი გაგებით ფართო აუდიტორიაზე ინსტიტუციურად. ანუ პოტენციურ დონორებზე, ასე შემდეგ. არსად ამ სტატიებში საქართველოს როლი პოზიტიურად წარმოდგენილი არ არის. ამ სტატიების უმეტესობა, რა თქმა უნდა, ხდება დაკვეთით დაინტერესებული მხარეების, აზერბაიჯანის, ჩინეთის, ყაზახეთის, ამ შემთხვევაში სომხეთისაც, ასე შემდეგ და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი დიპლომატია და ჩვენი სახელმწიფოს ჩართულობა ამ ნაწილში მაინც და მაინც ისეთი ძლიერი არ არის, ძლიერი რომ ყოფილიყო უფრო პოზიტიურ კონტექსტში იქნებოდა ეს საჯარო საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაშიც ვიქნებოდით ჩართული. მეორე ნაწილი ამ მოლაპარაკებებში ჩვენი როლი ჯერჯერობით არ გამოკვეთილა არსად, ყოველ შემთხვევაში რამდენადაც ჩვენთვის ყოველთვის ცნობილია და ძირითადად უფრო მთელი აქცენტი მიდის ლიდერშიპიდან ქვეყნის ჭყალებში თავის ლიდერშიპს უწოდებს ყოველ შემთხვევაში რომ რამდენად დიდი გარღვევა იყო ზანზიბარის ან ზიმბაბვეს ან რაღაც ასეთ ქვეყნებთან ერთად მოლაპარაკებაში და როგორი ებრძვიან გლობალური ომის პარტიას თუ deep state თუ ვიღაც ბრწყელი დედამიწის მომხრეებს. ეს პრობლემაა. კი ბატონო, პრობლემაა, მაგრამ თუ ესეთი სცენარით განვითარდა მოვლენები და ეს პროცესები ესე გააგრძელდა, ალბათ შეიძლება ამ მოლაპარაკებების მაგიდასთან აღარც იყოს საქართველოს ადგილი და საერთოდ აი ამ მარშრუტში საქართველოს როლი საერთოდ დაიკარგოს, ხომ? ან ესე რომ არ მოხდეს, ნუ ვისაუბრეთ ჩვენ რა უნდა გაკეთდეს. თუმცა ნიკო, თქვენი აზრი ასევე მაინტერესებს, იგივე როცა ამ ტრანსკასპიურ მარშრუტზე ვსაუბრობ და შუა დერეფანზე და ძალიან დიდ შესაძლებლობაზე, რამაც კიდევ ერთხელ გამოკვეთა საქართველოს როლი, იმისთვის რომ რაღაცა ეს ტვირთნაკადები, რომელიც გადმომისამართად ჩვენს დერეფანში რომ შევინარჩუნოთ, აი რას ვაკეთებთ, რას უნდა ვაკეთებდეთ, კიდევ ერთხელ მინდა გკითხოთ და მათ შორის საქართველოსთან ერთად რას აკეთებენ ის ქვეყნები, რომლებიც არიან ამ დერეფნის მონაწილე მხარეები, იმიტომ რომ მარტო საქართველოზე რაღაც ჯოხის გადაკეთება ამ ნაწილში არ იქნება ალბათ სწორი, ხომ? აი ჩვენ რამდენად ვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რომელიც გაგვიჭდა ამ რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ, ხო და აი კიდევ ვსაუბრობთ ზანგეზურის დერეფანზე, რომელიც კიდევ შესაძლოა მოგვევლინოს უახლოეს წლებში, როგორც
ასე ვთქვათ, კიდევ ერთი მარშრუტი, რომელიც შეიძლება კონკურენტი გახდეს მნიშვნელოვნად საქართველოს აი ამ კორიდორის. კი, რას ვაკეთებთ, მოდით ესე ვთქვათ, რომ ამაზე უფრო თვითონ ფაქტები უფრო კარგად მეტყველებს, იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ სტრატეგიულ გეგმას, რომლის მიხედვითაც ეს ყველაფერი მიდის. იგივე რუსეთ-უკრაინის ომმა ძალიან დიდი დადებითი გავლენა მოახდინა საქართველოს ეკონომიკაზე და ეკონომიკის დაზე და ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ გაუნებლიეთ, ჩვენგან ზედმეტი ძალის ხმევის გარეშე ეს დიდი ნაკადები ტვირთების წამოვიდა, დიდი ნაწილი ლეგალური რა თქმა უნდა და ასევე დიდი ნაწილი გაჩნდა, დიდი ხვრელები ამ სანქციების არიდების კუთხით რუსეთზე და ძალიან გვინდა არ გვინდა ეს პროცესი რა თქმა უნდა ყველგან ხდება, ყველა ცდილობს რომ რაღაც პრინციპოვის ცოტა არაკეთილსინდისერი, არაეთიკური ბიზნესის კეთებელი, მსხვილი თუ ძალიან მსხვილი თუ წვრილი ბიზნესმენები არ დაილევა დედამიწაზე და ამ რეგიონშიც მოხდა მათი დომესტიკური გამოვლენაც და მოზიდვაც და რა თქმა უნდა ამან თავისი როლი ითამაშა ამაზე, მაგრამ ეს არის მოკლევადიანი ეფექტი, ასე ჩვენ ვსაუბრობთ. სისტემურად თუ ქვეყანამ რამე გააკეთა, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვერ ვხედავთ იმას, თუნდაც იგივე ანაკლიის სპორტის მიმართულებით. თუნდაც იგივე ის მსჯელობა და საუბარი რომ რაღაცა სადღეგრძელოს დონეზე ამის დატოვება და სავალდებულო სადღეგრძელო ანაკლიის სპორტის უფრო დიდ სურათში რომ შევხედოთ ანაკლიის სპორტიც რომ გაკეთდეს ისევ და ისევ ჯადოშნური ჯოხით რაღაცა მოხდა იპოვა გლობალური პარტიის დამარცხების შემდეგ ამ ძალამ და უცბად გაჩნდა იმპორტში უნდა ტვირთი რაღაცა უნდა მივიდეს ფიზიკურად და მისასვლელი გზაზე ეს დიდ სურათში რომ წარმოვიდგინოთ საპორტო ინფრასტრუქტურა იმიტომ ამ პორტის გარდა არის კიდევ ორი პორტი საქართველოში ეს ფოთში და ბათუმში განსაკუთრებით ყაზახური ინვესტორი მართავს ყაზახური ხარი არის ერთ-ერთი მთავარი მომწოდებელი ამ შემდგენელი და ამ არტერიის. აქედან გამომდინარე, მათ უნდა შევთავაზოთ ჩვენ დიდ სურათში სახმელეთო სატრანსპორტო გზით როგორ მოყვავს ის ტვირთი აქ და რა სერვისებს თავაზობთ, რის ვაუმჯობესებთ. იმიტომ რომ მათთვის უნდა იყოს საინტერესო პირდაპირი გაგებით, რომ მინიმუმ ცოტათი მეტი გადაიხადონ ამ მაგისტრატში გამოს, იმიტომ რომ შევთავაზოთ უსაფრთხოება, კომფორტი, კარგი დასვენება და ასე შემდეგ, ვიდრე უფრო მოკლე გზით გაიარონ, მაგრამ ახალ გზაზე და ასე შემდეგ. ჩვენ ამ შემთხვევაში ეს დრო გვაქვს ახლა. და აი ამ დროს თუ ეფექტურად გამოვიყენებთ, იქნება იდეალური. არ გამოვიყენებთ, დავკარგავთ იმ სკამზე ადგილს, რომელიც მუსიკის მოსმენის თამაში რომ არის, ხო, მუსიკა და სკამები და სკამი ნაკლები რომ არის. ვინც კარგად უსმენს მუსიკას, ვინც ყურადღებიანი და კარგი ტრაექტორით მოძრაობს, გათვლილი ტრაექტორით ის ყოველთვის პოულობს ადგილს იმ სკამზე. და აი ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ. კი ბატონო, ნახოთ სად აღმოჩნდება აი ამ გადანაწილებაში მოკლედ საქართველოს. მადლობა ნიკა პირველ რიგში თქვენ დროისთვის, მადლობა კიდევ ერთხელ ნიკოლოზ ალავიძეს, ის GeoCase-ის მმართველია.